მოგესალმებისა ჩვენო ერთგულო მაყურებელო. დღეს ხუთშაბათია, საღამოს 10 საათი და რუსთავი 2-ის ეთერში თქვენ უყურებთ პატა და ნიკას შოუს. შოუს, რომელსაც მუსიკალურად აფორმებს და кейპის დროს ტარების და ფეხბურთის ყურების ხასიათს ეგვაყენებს ქსოვრელები და გიორგი შოშიტაშვილი. და დღეს ხომ არ არის ფეხბურთი? ფინალი 19-ში არ არის კაც? ეგ შენ გონია რომ არ არის, თორემ ერთ საათში საკვალიფიკაციოზე სან მარინოს ვირტუსი ეთამაშება გორის დილას. ამოვისწრეთ თორემ რა გაძლევდა დღეს უფეხბურთოთ. აქვე მინდა გითხრათ რომ შაბათს სერიალი მიხოდა მაროს ახალი სერია ჩვეულებრივად გავა საღამოს 10 საათის პარკლებში, ხოლო კვირას ფინალის გამო ახალი სერია არ იქნება. არა უშავს გულს ნუ დაიწყო. მაგრამ ნუ ინერვიულებთ მეგობრებო, იქეთ შაბათ კვირას გავა 2 სერია. მაგრამ უფრო დიდი ქრონომეტრაჟი. და ეს იქნება ამ სეზონის დასასრული. დღეს რაღაცა უცნაური რაღაცებს ვიძახი. აგვისტოში გაიმეორებს რუსთავი 2 მიხოდა მაროს ამ სეზონის სერიებს, ხოლო სექტემბრიდან ახალი სეზონით და ძალიან მაგარი სერიებით კვლავ დაგიბრუნდებით. მოკლედ, დაელოდეთ ამ შაბათს და შემდეგ შაბათ-კვირას მიხოდა მაროს ახალ სერიებს. ისე ამ ფეხბურთმა მართლაც ძალიან იცის მიჩვევა და ფინალიც რომ ჩაივლის, მერე რა უნდა ვაკეთოთ, ხო არ იცით ვინმე. მაგალითად სათევზაოდ ვიაროთ, მაგრამ ვერ დავიჭერთ ვერაფერს. თევზი რომ მიუახლოვდება ანკეს, ფეხბურთზე მიჩვეულები ყვირილს დავიწყებთ. მოდის ჩასაყლაპად! მოდის ჩასაყლაპად და გაიწევა ხა ეს თვით. მოდი მაგაზე მერე ვინერვიულობთ ჩემპიონატი რომ დავთავდება. მანამდე კი რაც მოხდა, ის განვიხილოთ. ფინალში ესპანეთი და არგენტინა შეხვდებიან ერთმანეთს. აქვე ვლოცავ იტალიის ყველა გულშემატკივარს ნელ-ნელა სრულდება მსოფლიოს ჩემპიონატი და მათი ნერვების შლაც დასასრულს უახლოვდება. სხვათა შორის ფიფას პრეზიდენტმა იდეა წამოაყენა ჩემი ინფანტინოვი იმედა რომ მომდევნო მსოფლიო ჩემპიონატზე 64 გუნდი იყოს. იტალიის გულშემატკივრები მაინც ნუ გაიხარებთ ნაადრევად. არც 64 გუნდი არა, ბევრი მაინც. მოკლედ იტალია ისევ ცუდ ხასიათზეა მსოფლიოზე ვერ მოხვედრის გამო და ისევ ტურისტებზე იყრის ჯავს. შეხედეთ, იტალიაში ჩუსტებით და შლოპანცებით ტურისტულ ადგილებში სიარულისთვის 2500 ევრო ჯარიმა იქნება. მოკლედ ემუქრება ტურისტებს. ანუ რო დაიბღოტებით მაკდეებზე და მთებზე ჩუსტებით და მერე ჩვენი ამოსათრევები ხდებითო. არ გვაქვს თან რა ცუდი ფეხსაცმელია ეს შლოპანცი. პოლიცია რომ გამოგეკიდებს დასაჯარიმებლად ვერ გაიქცევით. ყაბატკზე მოგაგნებეთ, არა გვერდზე რომ მოექცევა ხოლმე და ესე რომ კარგი. ესე იგი შლოპანცი ცეირნობა უფრო ძვირი ჯდება ვიდრე ფერარით გიჟივით სიარული იტალიაში. დამნაშავეს რომ მისდევენ და დაყარეთ ფლოსტები და ჩაგვარდით. ეგ კომპარებია. ჩვენ ფლოსტები გვეკურა მივწადით უკაცრავად მივწადით. ერთი ტურისტი დააჯარიმეს თურმე და ეს კაცი ამბობდა ეს დედან ნატირები 2500 ევრო რო არ მქონდა, მაგიტომ მაცვია სამეროიანი ჩუსტებით არა. ხო ვიყიდი კარგი იტალიურ ლოფერებს. მეტად თეთრ წინდებზე და სპორტულ შარვალზე რომ წვეტიანი ფეხსაცმელი გაცვია. მაგაზე რამდენია ჯარიმა? ოღონდ აქ ჩვენთან კომუნეთში. ან იმაზე ზონარი რომ წინდაში გაქვს ჩატანებული. გაყვარიცით ბიჭებო ვიზმებ. არ ვიცითო. შვეიცარიის ნაკრების ფეხბურთელი ემბოლოს სიმულაციის გამო წითელი ბარათით მოედნიდან გააძევეს. ჩემს აკრედიტო ოფიცერს გავს ეგ ემბოლო. ისე ოსტატურად დამაჯერა რომ სპეციალურად ჩემთვის არსებულ პროცენტში მომცას ესხი, რომ დღემდე მჯერა და თან მიხარია. კი, მაგარი სიმულიანტია.
ემბოლო მოედნიდან კი გააგდეს, მაგრამ იმდენად კარგად შეასრულა წაქცევა, რომ შორს წასვლა არ მოუწია და იქვე ჰოლივუდში დაასაქმეს. ამდენი ფეხბურთის ყურებით ყველა საფეხბურთო ტერმინოლოგიით ვსაუბრობთ. იმ დღეს პატრულმა გამაჩერა ღერძულა გადაკვეთეო. მე უთხარი არ გადამიკვეთავს თქო და მოიცა, ახლავე ვარზე გადავამოწმებო მეუბნები. მერე მოგცა ყვითელი ბარათი. ყვითელი კი არა, წითელი მოეცა ნეტა და ის 200 ლარი არ გამოეწერა. მოკლედ ფინალისტის თევზი და ლუდის ფული მქონდა გადადებული და წაიღო. სხვათა შორის კვლევა ჩატარდა და საქართველოში ფეხბურთის ჩემპიონატის პერიოდში თევზის პროდუქტებზე, ანუ ზღვის პროდუქტებზე მოთხოვნა 15-20%-ით გაიზარდა. თვითონ თევზები ამბობენ, თურმე ლუდთან მიწის თხილი და ჩიფსების გადასარევია, რას გადაგოკიდეთ უკაც. შეპოლილი სტუმრიას ფასი ტურნირის პარალელურად ისე იზრდება ფინალისტვის კილიან მბაპეს სატრანსფერო ღირებულებას შეიძლება გადააყენოს. აქვე მინდა აღნიშნო, რომ ჩემი აკვარიუმის თევზი ნერვიულობდა იმ დღეს. ბაზარზე თევზის დეფიციტი არ შეიქმნას და ამან მე არ მიმაყოლოს ლუცო და 3 დღეა ქვის ქვეშ იბადებ. არა უშავს შემობა და ჩვენი გერმანია და ბრაზილია კი ვერ მოხვდნენ ფინალურ ეტაპზე, მაგრამ სამაგიეროდ იმდენი თევზი გვაქვს ნაჭამი, რომ ორგანიზმი მინიმუმ 4 წლით გავამდიდრეთ ფოსფორით. ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩემპიონატის პერიოდში ყველაზე ბედნიერი ქართველი კატები არიან. აბა. სამსია ნაგვის ბუნკერები თევზის დარჩენილი. ხო, კატებისთვის მაინცა უფასო თევზი. რა ენაღვლება? არც ეგ გაგიკვირდეს ნაგავი ფასიანიც არსებობს. აი, მაგალითად იყიდება ნაგავი, რომელიც Taylor Swift-ის ქორწილზე შეაგროვეს და ფასი 25-დან $100-მდე. რას ლაპარაკობ? ისე შეოჯახა შენებულო Taylor Swift-ის ქორწილის ნაგავს რო ყიდი. რას ყიდულობ უკეთ? რაზე ფიქრობ? ეს ხალხი არ ვიცი. თან აქციები აქვს თურმე ნიკუში. ოლივეს დარჩენს თუ იყიდი, ჩიქაში ჩატოვებული ტარხულის ლიმონადი მოყვება. უფასო. $25 ღირს ხუბში ნასროლი და გატეხილი თებშები. აი დახეულ ტანსაცველს უკვე ფასი მაღალი აქვს და კი ურთხავს $100. სინცის ოჯახია თურმე შეფოთებული. ქორწილის მერე დარჩენილი ისპანახი და ჭარხლის ფხალი შევაგროვეთ პარკებში ოჯახისთვის და ისიც ნაგავს გააყოლებს და ყიდიან. თებუზე უკვე გამოჩნდა ჩინური ფეიქ ნაგავი იაფად, რომელიც იქვე ჩინეთში მეზობლის ქორწილში ააგროვეს და მოკლედ თუ რამე სისულელეში დაგიხარჯვათ ფული და ნანობთ, გაიხსენეთ რომ ვიღაცა ნაგავი იყიდა და გაგივლით. კარგია რომ ფეხბურთის გარდა სხვა თემებზეც გადავედით და რა უფლება გვაქვს ამ თემას არ შევეხოთ. აბა? მერაბ დვალიშვილმა ჰენრი სეხუდო თავისუფალ ჭიდაობაში დაამარცხა. გილოცავთ მერაბ, მოკლედ მერაბ დვალიშვილმა კარგი ბრძოლა კი იყო, მაგრამ ტრამპი რომ არ მიყურებდა რაღაცნაირად მაინც მოწყენილი ვიყავ. მერაბმა სეხუდო ჯერ UFC-ში დაამარცხა, ახლა თავისუფალ ჭიდაობაში. მაგრამ ჰენრი გულს არ იტეხავს. ლელობურთზე ჩამოვალ აღდგომას და აჩვენებ მაგასებს. ეჭი არა მოიგდო, ჩემო სეხუდო. ჩვენს მერაბს ისეთი კარდიო აქვს, პულსი ტატამზე გასვლამდე უფრო სწრაფად უცემს, ვიდრე ბრძოლის მერე. აბა, მოკლედ ეს საწყალი ჰენრი სეხუდო. რამდენჯერად შეხვდა მერაბს 360 გრადუსით დაათვალიერა საბრძოლო არენა და ისე წავიდა საქმე. აბა კაცო, ესე იგი რვით ორს ვიგებდი. ერთი თვალი დავახამხამე და 11 დროას ვაგებდი უკეო. მერაბმა ისეთი ილეთი გაუკეთა დაბნეულმა სეხუდომ, ბოლოს მერაბის მაგივრად დამლაგებელი გადაკურცდა. ესე ძალიან მნიშვნელოვანი თემაა და არ შეიძლება არ შევეხოთ ეროვნულ გამოცდას. შეგენაცვალე. ისტორიის გამოცდაზე აბიტურიენტი ჩოხის მიღება. ნახეთ ეს. აი, მაგარი ბიჭი, გენაცვალე. ზედამხედველმა ჩოხის მასწრები შეუმოწმა, შპარგალკა ხუმარა აქვსო და ვერ მოგართვით.
არ ჭირდება ამა შპარგალკა, იცის ყველაფერი. ეგ კი არა, წყალი ყველას ბოთლით შექონდა გამოცდაზე და ამან აზარფეშით შეიტანა. გამოცდილა რომ გამოვიდა ჟურნალისტებმა კითხეს რთული ტესტი იყო და ამან რთული ის იყო კრწანისის ბრძოლის ამბებს რომ ერეკლები უყვებოდა ჩემ დიდ პაპას. გამომსწრებს უთქვა ცხელა აქ და თუ შეიძლება ჩოხა გაიხადეთო და ამ ბიჭმა ჩოხას კი გავიხდი, მაგრამ თუ შეიძლება ცხენი დერეფანში რომ დამელოდოს. გამოსაცვლელი ჩოხებიც ქონია წამოღებული. თუ წითლით გამოვიდოდა, ესე იგი ისე რა დაწერა, შავი ჩოხა ცუდის ნიშანი იყო და თეთრი საზეი. დამკვირვებლებმა დანარჩენ აბიტურიენტებს ტელეფონები ჩამოართვეს გამოთის დაწყებამდე და ამას ტრედ. წარმატებები გვინდა უსურვოთ მთელი ჩვენი გუნდის სახელით ჩვენს აბიტურიენტებს რაღაც. და ერთი კარგი სიმღერაც ხომ არ მიგვეძღვნა ამ კარგი ხალხისთვის. რა სიტყვით თქვენ ბიჭებო? აუცილებლად და ის გადამრჩენია, გთხოვოთ რომ გაუშვათ ფონოგრაფი.